გამარჯობა, თქვენ ხართ Geeks Club-ის channel-ში. დღეს მე ჩამომივიდა ძალიან მაგარი რაღაცა. და აი ასეთ ძალიან რაღაცა ჩამომივიდა, რომელიც ძალიან ძვირი დანიშნა. ეს USA Georgia-ი და მაგრამ ჩამომივიდა 5 დღეში, ანუ 2 დღიანი shipping-ი ჰქონდა და 2 დღის შემდგომ უკვე 3 დღეში, სამ დღეში ჩამოვიდა ისმა 5 დღით ადრე ჩამოვიდა. აი ეს არის ჩვენი Amazon-დან გამოწერილი Prime Battlefield 3-ის პადი, Scarbis მოდელი, რომელიც არის Battlefield 3-ის Limited Edition-ი. თვითონ პადი დამიჯდა $20, მაგრამ ჩამოტანა დამიჯდა $17, იმიტომ რომ პადი ანგარიშობს 0.82 კილო, ანუ 820 გრამი და არ მეჯერა, ამისთვის Amazon-საც ვუჩივლე. მეთქი ესე რა უბედურება ხალხო, მეთქი 2 ფუნტი როგორ უნდა გადავიხადო, 2 ფუნტის ღირებულება როგორ უნდა გადავიხადო პაჩი თქვენ. რომ დაახლოებით იგივე სიმძიმის არის ნორმალური ტიპის ვიდეო კარტა. მაგალითად GTX 450 არის ზუსტად ამ სიმძიმე. იქვე არ ამიწონია, იმიტომ რომ გახარებული ვიყავი, თქო ჩვენთან დაბა მაღაზიაში ავწონე და მართლაც 825 გრამი გამოვიდა პადი, ასე რომ სწორად ანგარიშეს. მე რატომაც მეგონა რომ იდებოდა დიდ ყუთში, ეს ვიდეოები რომ ნახე scale ყუთებში და მეთქი, ეხა იგენი მინები არიან. კარჩე არაწონილა როგორც მოცულობითი წონა, აიწონა როგორც ფიზიკური წონა და გაითვალისწინეთ დაახლოებით ასეთი სტილის პადების დროს არის საკმაოდ მძიმეები, არ არის სუსტები და თქვენც იგივეს გადაგახტენიება, ასე რომ 7-6 ლად ნორმალურ პადს ვერ ჩამოვიდა. ესე იგი ორმაგი, როგორც ხედავ, ორმაგი პაკეტი არის გავხსნათ. არა და მადლობა Amazon-ს რომ რაღაც დიდ ყუთი არ ჩადო. და როგორც შვება ხოლმე. ესე იგი ერთი არის Amazon-ის პაკეტი. როგორც მეკუთი. Prime 1 წლიანი უფასო Prime მაქვს. $1 უფასო არის. 2 დღიანი shipping-ი. ეს უკვე არის Razer-ის ყუთი. ასე. Razer-ის ყუთი, ეს გადავაგდოთ. არ გადავაგდოთ. და ჩვენი Battlefield 3-ის პადი, აი ეს საყვარლად გამოიყურება. ზემოდან რაც აწერია, მოყვება დოქტაგი Battlefield 3-ში, Razer-ის დოქტაგი მოყვება. ეს სულ ინტერესდება იქ რო გურჩა. ესე გახვედილია. არა დაბრიტანა ამოდებული. ხო, ხო. მეთქი кейსშია და გასასინჯი როგორც ჩანს. კარგით მოდით, ეხლა ნახოთ ახლოდან. ეს იქნება. აი ეს ჩვენი პადი. წინიდან გამოიყურება ესე, აი ეს ის გასასინჯი თუ როგორი პადი და შეგინთ, რომელიც უბრალოდ ქვეშიდან აქვს მიკრული. აქ რაც წერია. დები გაჩვენოთ დეტალურად უფრო. აი ესე. სხვა გვერდზე განსაკუთრებული არაფერი არ არის. Scrubby, Razer Scrub, Expert Hard Gaming Mouse Mate. For gamers by gamers. ყოველთვის ეს Razer-ის სლოგანია. ეს უკანა მხარე. დავიწყოთ ზემოდან. აი ესეთი. დედეთ მოვყვეთ. ესე იგი აქ რა გვაქვს ჩვენ პადი 53%-ით უფრო კარგად სრიალებს ვიდრე სხვა gaming
გიარი, ანუ gaming grade-ის გიარები. მოდით გავხსნათ. ესე იგი Razer Fractal 2-დან 0-ის კონსტრუქციით არის. დახატული, როგორც მივხვდი. ეს გამოვიღოთ. ესე არ გამოდის? არა, როგორ გამოდის? ვაუ. აი ხო. ეს ჩვენი. ეს მეტრული რო აქვს. აიდან ბადის პროტოტიპი გადავდოთ. ლამაზად შევფუთოთ და ისე გადავდოთ. ეს არის მთელი სილამაზე. ეს აუცრება და აი ეს. შეხედეთ რა ელეგანტურია. ეს არის Battlefield-ის ლოგო, ჩვენი Razer-ის ლოგო. გავხსნათ ბადი. აი აქ თელი რაღაც ხისტი მასალა დევს. ცოტა მოუხერხებელი მაგიდა. საკმაოდ გამოვასწორებთ. ესე იგი, ეს ჩვენი ბადი. ორჯერ მძიმე მარტო 5-ია მგონი. ჩვენი Razer-ის 5. ეს არის ჩემი Razer-ის დოქთაგი. აი არ განახებთ, აი აქ წერია ყველაფერი, რაც საინტერესოა, საჭიროა. ესეც Razer-ის სტიკერები, რომელიც არ მომწონს, საერთოდ Razer-იც არ მომწონს. უბრალოდ ეს პადი ვიყიდე, იმიტომ რომ მაქვს Battlefield 4-ის გიარი და ზოგადად Battlefield-ის გიარი მაქვს და მინდოდა რომ Battlefield-ის პადიც მქონოდა. აი ეს ყველაფერი. ესენი ჩავდოთ. ეს საყვარელი ჩასადები აქვს. აი მე ჩავდებ. გადავდოთ. ეს ჩვენი პადი. 5 кейსი, რომელიც აი ასე ელეგანტურად გამოიყურება. ესეთი რამეა, ხეცი. მეთოთ ესეც გვერდზე და ჩვენი პადი. ესე იგი, საკმაოდ გლუვი არის, არ არის რეზინის კი არა და ნაქსოვი პადებს რაც ეძახიან, რბილი პადი არის ხისტი. ეს უკნიდან რამდენიმე კონსტრუქციით აგებული. DC-ის ლოგო, Razer-ის ლოგო. ეს ჩემი ტაიპანი. ესე იგი, რა განსხვავებაა ამ პადებსა და სხვა პადებს შორის, ან სხვა სტანდარტულ პადებს შორის? ამ პადზე მაუსი უფრო მაგრად სრიალებს, რა. ძალიან მაგრად სრიალებს, მაგრამ რას ამბობენ ხოლმე, იცით, ანუ ახდენს ძირების ცვეთასო, დაახლოებით 2-3 წელი ხმარებისას უკვე ძირები ხდება გამოსაცვლელი. მაგრამ ამის ძირების შოვნა საერთოდ არ არის პრობლემა, შეგიძლიათ შეხვიდეთ. გამოიწერთ ძირს, უბრალოდ ეს არის სტანდარტული ძირები, არანაირი განსაკუთრებული ძირი აქ არაფერი არ არის. აი ამ ზომაზე მოჭრით უბრალოდ, ჩვეულებრივი ძირიც ესეთივე შავი არის, ძალიან ბევრი არის, შეგიძლიათ ნახოთ. შავი არის, ჩვეულებრივად გამოჭრით ფორმაზე, უბრალოდ მიაკრავთ ეს ორი, ეს ერთი სიგრძე და ეს მრგვალი და ჯანდაბა. დავბრუნდით, ესე იგი საშინელი და მოულოდნელი ტელეფონის არისგან, სხვა დროს გავითვალისწინებთ. რას ვამბობდით, ანუ ძირებზე გითხარით, გამოჭრით, ჩვეულებრივად ამაგრებთ, არანაირი პრობლემას არ ქმნის ეს. მაგრამ არის ძალიან მაგრად სრიალებს, აი უბრალოდ შეხედეთ, აი ძალიან მაგრად სრიალებს, აი დიდად არც იმაშვები და ჩვეულებრივად დასრიალებს, აი
საოცრად რეალებს მქონია SteelSeries Quick პადები და იმასთან შედარებით ეს მართლაც საოცრებაა. თან არ არის პატარა, როგორც ხედავთ, შეხედეთ, საერთოდ არ არის პატარა პადი. სადამდეც გინდა წაიღებ. ჩვენ Battlefield Gears დაემატება ეს, აი განახეთ, ეხლა ჩამში რა გამოდის. ეს ჩემი გიარი, Razer's Orbital VR, ეს ძალიან იაფად ვიყიდე და იმიტომ აქვს, თორე არ ვაპირებდი ყიდვას, მექანიკურ სვიჩებზე არის Blue Cherry Mix-ები, ასევე Black Widow, Battlefield 4 Edition Ultimate, Limited Edition არის, ესეც Blue Cherry Mix Blue Switch-ებზეა, დაიპანი. ესეც Battlefield 4 Edition-ი, ეს ჩვენი ახალი პადი, ეს Battlefield 3 Edition-ი, ჯამურად. ეს საყვარლად გამოიყურება ჩვენი სათამაშო გიარი, მონიტორს არ ვიმჩნევთ, მაგას მე მოვლი, მაგის დროც მოვა. მაგის unboxing-იც იქნება, ოღონდ ამისი არა, ამის ადგილას ვინც მოვა, გადავაყენებ არჩევნების გზით დემოკრატიულად და იმის unboxing-იც დაიდება. შესაბამისად რომ ნახოთ ახალი მონიტორის ან ახალი სხვადასხვა ნაწილის unboxing-ი, აუცილებლად უნდა გამოიწეროთ ჩვენი channel-ი დაპყრლა subscription რომ წერია და Facebook-ზე უნდა მოიწონოთ ჩვენი გვერდი, სადაც დაიდება სხვადასხვა თამაშების ივენთების, unboxing-ების თუ სიახლეების შესახებ ინფორმაცია.